მოგესალმებით მეგობრებო. რაც შეეხება სწავლებას, ანუ ვისგან უნდა მოვისმინოთ საეკლესიო მოძღვრება. და რამდენად აქვს მნიშვნელობა ეკლესიური ცხოვრების გამოცდილებას. შეიძლება ძალიან ადრეულ ასაკში 20 წლის, 25 წლის, ან თუნდაც 28 წლის გეგონოს, რომ უკვე ძალიან დიდი გამოცდილი ხარ და ახლა შეგიძლია ყველა დამოძღვრო. თუნდაც მღვდელი იყო. მე ახალგაზრდა მღვდელი როცა ვიყავი, გამოუცდელი ვიყავი ბევრ რამეში. Ახლაც არ ვარ ბებერი 38 წლის ვარ, მაგრამ 11 წლის გამოცდილებამ ბევრი რამე მასწავლა. ნუ მანამდე ისედაც ხო სემინარი აკადემიაში ვსწავლობდი და დღემდე ვსწავლობ. თუ გაგიჭირდება ვერ ნახავ ისეთ მოძღვარს. ნახე იოანეს სახარების მეხუთე თავის 39 მუხლი. სადაც წერია, რომ აი წიგნებიდანაც სწავლობთ და იქ ეძებთო სიღრმეებსო. მაგრამ იცოდეთო, იქაც მე ვარ, ანუ უფალი რას ამბობს, ისინი ჩემზე მოწმობენო, ის წიგნები ჩემზე გელაპარაკებიანო. იოანეს სინელი ამბობს, მინდა იოანე კი სამწერელი, რომ ვაიო იმ მოძღვარს, რომელიც მხოლოდ წიგნებიდან ასწავლისო. და წარმოგიდგენთ ერისკაცებზე, ხო საერთოდ რაზეა საუბარი, როცა გამოცდილება არ ხო ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება, სულიერი, ასე ვთქვათ, მოძღვრება რომ მიაწოდო ადამიანს. ის მხატვარი არ არისო, რომელიც სხვისი ნახატებიდან იხატავს, ან უბრალოდ სხვის ნახატებზე გვიყვებაო. ის თვითონ მხატვარი ვერ იქნება, ხო? ის იქნება აღმწერელი. მას არ აქვს გამოცდილება ხატვის. ესე არის, შეიძლება წიგნები წაიკითხო, მაგრამ გამოცდილება არ ქონდეს. ამას მიიღებ დაცემებით, ადგომით, მრევლთან ურთიერთობით, ბევრი რაღაცით და ახალგაზრდობის ასაკი სწორედ ესეთი პროცესია გავლის. სადღაც მე ვთვლი 40 წლამდეც კი ჯერ მეც მიკლია. მაინც გჭირდება ბევრი გამოცდილება. ასე რომ მიაშურეთ ისეთ მოძღვრებს. შეიძლება ახალგაზრდა იყოს, ბევრს ლაპარაკობდეს ჩემნაირად წიგნებზე, მამებზე და რაღაცებს ამტკიცებს, მაგრამ გარდა წიგნის არის სულიერი გამოცდილება, რომელსაც დრო ჭირდება და წვრთობა. მიაშურეთ გამოცდილ მოძღვრებს, გამოცდილ ადამიანებს. აქ მხოლოდ ასაკის პატივისცემა არაა, გამოცდილების პატივისცემა, მაინც სხვანაირია. თუ ეხლა ადამიანი თვითონ ამპარტავნებს თავისი ასაკით, ესეც მიუღებელია, იმიტომ რომ ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ამბობს პავლე მოციქული, რომ ნუ ვინ შეურაცხყოფს შენს ახალგაზრდობას. ანუ არც ახალგაზრდობა უნდა შეურაცხყოფოთ. თუ ეკლესიაში დადგენილია, რა თქმა უნდა, მის წირვა მოძღვრება უნდა მივიღოთ. და რა თქმა უნდა მადმოსილია, მაგრამ მე ვამბობ, როცა ნამდვილად ჭირდება გამოცდილი სულიერი დამრიგებელი, მიენდა ღმერთს და ეძებე. გაიხარე.